გამარჯობა, დღეს შემოგთავაზებთ Flash-ის მორიგ ვიდეო გაკვეთილს, რომელსაც ქვია ავატარის ეფექტი. ალბათ ყველას გსმენიათ ფილმ ავატარის შესახებ და სწორედ აი ამ ფილმის ეფექტს გავაკეთებთ Flash-ში. თქვენ საიტზე ამ გაკვეთილის ეფექტს ხედავთ და ვფიქრობ ყველას მოგწონთ. მაგრამ რაც მთავარია, უნდა ავუშვით ის, რომ ეს გაკვეთილი არის ძალიან მარტივი და ყველა შეძლებს მის გაკეთებას. გავხსნათ დოკუმენტი Flash-ში. შევცვალოთ ფურცლის პარამეტრები, ამისათვის დავიჭიროთ Ctrl+J და ფურცლის ზომები დავაყენოთ ასე 400 250-ზე. ხოლო frame rate აუცილებლად 30-ზე უნდა დააყენოთ. ახლა ამ ჩვენს ფურცელზე გადმოვიტანოთ ფოტო, რომელზეც გვინდა მუშაობა, რომლის დამუშავებაც გვინდა. ამ შემთხვევაში ეს იქნება ავატარის ფოტო. შევიდეთ, გავხსნათ ფანჯარა file, import to stage. ვირჩევთ ფოტოს და open. გადმოტანილი ფოტო სწორად გავუწოროთ ფურცელს. დაახლოებით ასე. ეს ფოტო კი გარდაქმნათ movie clip სიმბოლოს. მოვიშნოთ იქი, დავიჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, convert to symbol და movie clip symbol. გადავიდეთ 70-ე ფრეიმზე და აქ ჩავსვათ keyframe-ი, დავიჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკს. Insert keyframe და დავინახოთ აი ეს ყავისფერ ზოლს. დავბრუნეთ პირველ ფრეიმზე. დავადოთ ფილტრი. მოვიშნოთ ფოტო. პირველად დავადოთ ფილტრი blur. პარამეტრებით 100 5-ზე. quality იქნება მაღალი, high. დავადოთ კიდევ ერთი ფილტრი, adjust color. პირველი ორი პარამეტრი ავწიოთ მაქსიმუმზე. დანარჩენებს ხელი არ ვახლოთ. და მივიღებთ აი ესეთ რაღაცას. ანუ თეთრ ფონს. ასეც გვჭირდება. ახლა ავიღოთ ინსტრუმენტი free transform tool. მოვკიდოთ აქ და აი ესეთ გავწიოთ ეს. გავოდითოთ. და ბოლოს კი ჩავსვათ motion twin-ი პირველი და 70 ფრეიმებს შორის. ნებისმიერ ადგილას ჩავსვათ მაუსი, მარჯვენა ღილაკს დავაჭიროთ create motion twin და მივიღებთ ასეთ ზოლს. იმისათვის რომ ნახოთ შედეგი, უნდა შევიდეთ control და test movie. დავინახოთ შედეგს. ხო, ახლა ხშირად მესმის ეს კითხვა, მერე რა ვქნათო? მერე რა უნდა ვქნათ და უნდა შევინახოთ ეს ჩვენი ეს ნამუშევარი, მაგრამ როგორ უნდა შევინახოთ? შევდივართ files, მერე publish settings და ახლა აქ იქნება მოცემული ესეთი პარამეტრები. შევინახოთ როგორც Flash ნამუშევარი, ანუ დააჭერთ, როცა შეინახება, დააჭერთ და იქნება ჩვეულებრივი შედეგი, პირდაპირ შედეგი. ასევე არის საშუალება შეინახოთ იგი როგორც. ასევე შესაძლებელია შენახინოთ როგორც უბრალო ფოტო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეფექტი ეკარგება. და არის კიდევ HTML-ი. თუ არ გაქვთ შეხება ვებსაიტებთან, ვებსაიტის შექმნასთან, მაშინ
ამას უბრალოდ მონიტორს მოხსნით და დაგჭირებთ მონიტორ flash. დააჭერთ publish და თქვენს დესკტოპზე დაინახავთ ნამუშევარს. სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.